ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა სამედიცინო უნივერსიტეტის 6 წლიანი ბაკალავრის დამთავრების შემდეგ მომავალ ექიმებს რეზიდენტურას სახელმწიფო დაუფინანსებს. ეს მათ შეეხება, ვინც რეგიონებში სამუშაო წასვლის სურვილს გამოთქვამს. სამედიცინო განათლების დაფინანსების შესახებ მომავალმა ექიმმა რეგულირების სააგენტოს ვებგვერდიდან შეიტყო. მაკო კაპანაძე ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში რეზიდენტურას უფასოდ დაამთავრებს. მას სწავლას სახელმწიფო დაუფინანსებს. ეს არის საუკეთესო შანსი სტუდენტებისთვის, რომელიც სახელმწიფომ მოგვცა ჩვენ, ვინაიდან ეს დაეხმარება სტუდენტს ყოველგვარი საკუთარი ხარჯის გარეშე გაიაროს რეზიდენტურა, მიიღოს ესეთი დიდი განათლება და რაც მთავარია შემდეგ გახდეს დამოუკიდებელი ექიმი. სამწლიანი პროგრამის დასრულების შემდეგ დამწყებ ექიმებს სამუშაოდ რეგიონებში გაანაწილებენ. ისინი მოსახლეობას სრულ სამედიცინო დახმარებას მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლებში გაუწევენ. არის ხოლმე იქ რიგები თერაპევტთან, იგივე ქირურგთან. ეს რიგები აღარ იქნება და რა თქმა უნდა დადებითი იქნება ჩვენი რაიონისთვის. პროგრამის ფარგლებში რეგულაციის სააგენტო 8 სპეციალობაზე 40 კურსდამთავრებულს აიყვანს. მომავალი რეზიდენტებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო. დარწმუნებული ვარ, რომ სურვილები იქნებიან, ჯერ ერთი რომ მათ სწავლას დააფინანსებს სახელმწიფო და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და მეორეს ვფიქრობ აქ ახალგაზრდული სული და გზნობები პატრიოტული გზნობებით შემუშავებენ თქვა. განაცხადისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა განთავსებულია სააგენტოს საიტზე. იმ საიტზე მითითებულია ასევე პირობები, გარკვეული რასაც ეს პროგრამა ითვალისწინებს და ვალდებულებები. ჯანდაცვის სამინისტრომ ამ პროგრამის ამუშავების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რეგიონებში კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის დეფიციტი შეიქმნა. უწყებაში ვარაუდობენ, რომ პირველადი ჯანდაცვა ამით უფრო ხელმისაწვდომი გახდება. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვცდილობთ აღვადგინოთ ყველა ის სერვისი, რომელიც აუცილებელია მოსახლეობისთვის და ამავე დროს მათ შევთავაზოთ მაღალი კვალიფიკაციის ექიმების მომზადება. წალკა, ყაზბეგი, მესტია, ამბროლაური და ქედა. ეს მუნიციპალიტეტების არასრული ჩამონათვალია, სადაც გადამზადების შემდეგ ექიმები ადგილობრივ კლინიკებში გადანაწილდებიან. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი იქნება მათი ანაზღაურება.